კონკრეტულად უკვე რაში ხედავთ აი ამ ფსიქოლოგის ჩართულობას ეფექტურს? ამ ეტაპზე თეონა საუბრობთ მხოლოდ ჭარბწონაზე, თუმცა ჩვენ მხოლოდ ჭარბწონაზე არ მუშაობთ და არც სიმსუქნეზე. ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებებია, მაგრამ ჭარბი წონა და სიმსუქნე ზოგადად არის ქრონიკული მდგომარეობა, ანუ ადამიანი სამწუხაროდ არის მიდრეკილი და ეგ არ არის დაავადება. მიდრეკილება დაავადება არ არის. ამიტომ ნუტრიციოლოგთან როდესაც მიდის პაციენტი, ყოველთვის თავაზობს ნუტრიციოლოგი რუტინულ ხანგრძლივ კვების მოდელს და რაც არ უნდა მოტივირებული იყო, რაც არ უნდა ნებისყოფით დაჯილდოვებული, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს აუტანელია ზოგჯერ. იმიტომ რომ ერთი რასაც მე ვაცნობიერებ როგორც პაციენტი, რომ უნდა გავაკეთო ამისთვის, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი რაღაცა იქ ხანდახან ამოტივტივდება სხვადასხვა ტრიგერები და ისე დრო შეიძლება გამჭედოს და ისე დრო შეიძლება დამიბრუნოს მგლური მადა, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყაროს, მთელი შრომა. და მე რჩება რა, იცით, პასუხისმგებლობა რომ დავდიოდი ექიმთან, ექიმიც ძალიან ბევრ შრომობდა, ეს გზა თითქმის ერთად გავიარეთ და აი გავიდა 2 წელი და მე ისევ პლუს კილოგრამები და ეს რაღაც ისეთი უარყოფითი კომპლექსია, რომ რატო არის საჭირო ფსიქოლოგი? ფსიქოლოგი საჭიროა, იმიტომ რომ სწორედ აი რისთვის გჭირდება ეს ცხიმოვანი ქსოვილი გაგაგებინოს. საერთოდ ყველა გამოწვევას, ყველა დაავადებას აქვს არა მარტო მიზეზი, არამედ მიზანიც. მიზეზი ექიმების გადასაწყვეტია, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა მიზეზია, ვირუსია, ინსულინია მაღალი, მაგრამ ეხლა გაირკვა 21 საუკუნის 26 წელსო მიზანიც ექიმის სატკივარია, იმიტომ რომ თუ არ ვიცი რა მიზანი აქვს ამ ადამიანს, საით მიდის და თუ ერთად არ გავაცნობიერეთ, ყველა შედეგი ჩანასახშივე განწირულია. და ნანიკო ამიტომ მჭირდება მე.